გამარჯობა, დღევანდელი ლექციის თემაა შუამდინარული რელიგიური რწმენა წარმოდგენები. მესოპოტამია ანუ შუამდინარეთი ძველი ბერძნების განსაზღვრებით ტერიტორიაა დასავლეთ აზიაში, რომელიც ორ დიდ მდინარეს ევფრატსა და ტიგროს შორის იყო მოთავსებული. თანამედროვე მსოფლიოს პოლიტიკურ რუკაზე მისი ტერიტორიის უდიდესი ნაწილი არაბულ სახელმწიფოში ერაყშია. მესოპოტამიას სამხრეთით სპარსეთის ყურე ესაზღვრებოდა, აღმოსავლეთით ზაგროსის მთები, ჩრდილოეთით სომხეთის ზეგანი, ხოლო დასავლეთით ევფრატის მიღმა მხრიდან სირიის უდაბნო. ქვეყნის სამხრეთ ნაწილს შუმერი ეწოდებოდა, ცენტრალურს აქადი. მოგვიანებით ძველი წელთაღრიცხვის მეორე-პირველ ათასწლეულებში შუმერსა და აქადს ბაბილონს უწოდებდნენ. ჩრდილოეთით იყო აშური ანუ ასურეთი. ბაბილონურ-ასურული კულტურა იმ ხალხთა კულტურაა, რომელიც მესოპოტამიაში ძველი წელთაღრიცხვის მეოთხე-პირველ ათასწლეულებში ბინადრობდა. ამ ტერიტორიაზე მოსახლე შუმერების გარდა ყველა ხალხი სემიტური მოდგმის, ბიბლიური შემის შთამომავალი ხალხით იყო დასახლებული. მესოპოტამიაში პირველი ბინადარნი გაჩნდნენ დაახლოებით 40,000 წლის წინ. ადამიანები მცირე ჯგუფებად სახლობდნენ ზაგროსის ქვაბულებში და ნადირობას ეწოდნენ. ასე გრძელდებოდა დიდ ხანს, ხოლო ძველი წელთაღრიცხვის მე-10 საუკუნეში მოხდა გადასვლა მონადირეობიდან მიწათმოქმედებაზე. შუმერული ტრადიციის თანახმად, ადამიანის შექმნის შემდეგ ერთ-ერთმა ღმერთმა მოშიშლებულ ადგილზე დააარსა 5 ქალაქი, დაარქვა სახელები და განსაზღვრა საკულტო ცენტრებად. ამის შემდეგ ღმერთებმა უშუალოდ გადასცეს ადამიანებს ქალაქებისა და სამლოცველოთა გეგმები. შესაბამისად, ქალაქებისა და ტაძრების მოდელებს გააჩნდათ ტრანსცენდენტური ბუნება, რამდენადაც ისინი უკვე არსებობდნენ ცაზე. ბაბილონის ქალაქების არქეტიპები მოცემული იყო თანავარსკვლავედებში, სიპარი იყო კიბორჩხალას თანავარსკვლავედში, ნინევია დიდი დათვის თანავარსკვლავედში და ასე შემდეგ. ეს იდეა საერთოა მთელი ძველი აღმოსავლეთისთვის. ციდან იქნა ჩამოსული არა მარტო ქალაქები, არამედ სამეფო ხელისუფლებაც, მასთან დაკავშირებულ სიმბოლოებთან, გვირგვინთან და ტახტთან ერთად. რწმენა წარმოადგენს ქმედებათა ციურ წარმომავლობაზე, ეს იგი მათ წინარე არსებობაზე ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა არქაული ონტოლოგიისთვის. ციური მოდელების თეორია აგრძელებს და ავითარებს ყველგან გავრცელებულ არქაულ იდეას, რომლის მიხედვით ადამიანური ქმედებანი სხვა არაფერია თუ არა ქმედებათა განმეორება. იმიტაცია, რომელიც ნაჩვენებია ღვთაებრივი არსებების მიერ. ამგვარად, მესოპოტამიური ცივილიზაციის განვითარებაში განსაკუთრებული როლი ქალაქს ჰქონდა, ხოლო ქალაქებში ტაძარს, რომელიც მოგვიანებით მესოპოტამიური მონუმენტური არქიტექტურის მოდელად იქცა. მესოპოტამიის ტაძრის კლასიკური ფორმა საფეხურებიანი გოდოლი ზიკურატი გახდა. მაღალ საძირკოზე, რომელიც აგურის მრავალი რიგისგან შედგებოდა, იგებოდა უფრო პატარა ზომის, შემდეგი იარუსი, შემდეგ მესამე და ასე შემდეგ. ყველაზე კარგად ქალაქურის 4-სართულიანი ზიკურატია შემონახული. ყველა ქალაქი თეოკრატიული იყო, მას ქურუმი მეფე მართავდა. მმართველი ელიტა აკონტროლებდა და იცავდა ქალაქის შემოგარენს. დედამიწაზე უძველეს ქალაქად ურუქი მიაჩნიათ, დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის 3800-3700 წლები. მესოპოტამიაში ტაძარი არა მხოლოდ ღმერთების თაყვანისცემის ადგილი იყო, სადაც მსხვერპლს წირავდნენ და საკულტო ქმედებები სრულდებოდა, არამედ მარცვლეულის, სხვადასხვა პროდუქტისა და საერთო მარაგის შესანახი ბეღელით. ამგვარი სალოცავი წმინდა ადგილად ითვლებოდა, რადგან მასში სიცოცხლის საფუძველი პური ინახებოდა. შესაბამისად, ის მარცვლეულის, სულის და სხვა კეთილი ღვთაებრივი ძალების სამყოფ ადგილად ითვლებოდა. თავდაპირველად ბეღელის სალოცავი დიდად არ განსხვავდებოდა ჩვეულებრივი საცხოვრისისაგან. ბეღელის სალოცავების გვერდზე ხშირად აწყობდნენ საქონლის შესარეკ ადგილს და მიწას ღობავდნენ, რასაც გიპარუ ერქვა. გიპარუსთან ცხოვრობდა ქურუმი, ენუ, მამაკაცი, თუ კი სალოცავი მამრობითი ღვთაების სახელზე იყო აგებული, ან ქურუმი ქალი, ენტუმ, თუ სალოცავი დედაღვთაების სახელზე იყო აგებული. გიპარუში ქურუმსა და ქალღვთაებას, ან ქურუმ ქალსა და ღვთაებას შორის სრულდებოდა წმინდა ქორწინების იეროფანიის უმნიშვნელოვანესი წესი. ადგილობრივი მოსახლეობის რწმენა წარმოდგენების მიხედვით აღნიშნული უძველესი წესი ხელს უწყობდა ნაყოფიერებას და დიდი ხნის განმავლობაში ფუნქციონირებდა. დროთა განმავლობაში ტაძრები ივსებოდა მრავალრიცხოვანი პერსონალით, რელიგიურ ცერემონიებში მონაწილე
მთავარი ქურუმის, მუსიკოსთა, მგალობელთა და სხვა პირთა გარდა ტაძარსა და მის მეურნეობას მუდმივად ამ პერიოდულად ემსახურებოდა მოურავების, აღმრიცხველებისა და სხვა პირთა მთელი შტატი, რომელიც სოფლის მაცხოვრებლებისგან კომპლექტდებოდა. ტაძრები დროთა განმავლობაში უმნიშვნელოვანეს სამეურნეო და საკულტო ცენტრებად იქცნენ. მათ ეკუთვნოდათ მინდვრები, საძოვრები, საქონელი, მათზე საზოგადოების სიცოცხლე, ხვავი და ბარაკა იყო დამოკიდებული. ახალი მოსავლის შეტანის, თესვის დაწყების და სხვადასხვა ხეობების დროს ბეღელში სრულდებოდა უმნიშვნელოვანესი რიტუალები. ძველ მიწათმოქმედათვის პეველი და სალოცავი ერთად იყო. ტაძარს ამგვარი ორმაგი ფუნქცია მესოპოტამიის მთელი ისტორიის განმავლობაში გაჰყვა. ქალაქურ დიდ დღესასწაულებს, მაგალითად ახალ წელს ან ტაძრის მშენებლობას კი ყოველთვის კოსმოლოგიური სტრუქტურა ჰქონდათ. პირველი ინფორმაცია სოციალურ ინსტიტუტებზე, რელიგიურ კონცეფციებსა და ტექნიკაზე შემორჩენილია შუმერულ ტექსტებში, პირველი წერილობით დოკუმენტებში, რომელთა ორიგინალები თარიღდება ძველი წელთაღრიცხვის მესამე ათასწლეულით. თუმცა ფიქრობენ, რომ აღნიშნული დოკუმენტები უფრო არქაულ წარდგენებს უნდა ასახავდნენ. ვარაუდით ხალხი, რომელიც შუმერულ ენაზე მეტყველებდა, არა სემიტურ, არამედ რომელიღაც უცნობი ოჯახის ენას ეკუთვნოდა. მიაჩნდათ, რომ ისინი ჩრდილოეთიდან მოვიდნენ და დასახლდნენ ქვემო მესოპოტამიაში. როგორც ფიქრობენ, შუმერებმა დაიპყრეს და დაიმორჩილეს ადგილობრივი მოსახლეობა, რომლის ეთნიკური შემადგენლობა დღესაც გაურკვეველია. ძალიან მალე სირიის უდაბნოდან მოსულმა მომთაბარე ტომებმა, რომელიც ერთ-ერთ სემიტურ ენაზე აქამდე მეტყველებდნენ, შუმერულ ქალაქებში ტალღისებურად დაიწყეს შესვლა. ძველი წელთაღრიცხვის მესამე ათასწლეულის შუა წლებში აქადელებმა სარგონის მეთაურობით შუმერულ ქალაქებში ხელისუფლება ჩაიგდეს ხელში. მაგრამ უფრო ადრე შეიქმნა შუმერულ-აქადური სიმბიოზი, რომელიც გაღრმავდა ორი ქვეყნის გაერთიანებით. ყველაფრის მიუხედავად, აქადური და შუმერული ელემენტები ცალ-ცალკე უნდა იქნან განხილული, რადგან დაპყრობილი კულტურის ასიმილაციის მიუხედავად აღნიშნული ორი ხალხის შემოქმედებითი ერთმანეთისგან განსხვავდებოდა. სხვაობა უპირველეს ყოვლისა იქმნებოდა რელიგიურ სფეროში. მოღწეული ფრაგმენტული ტექსტების მიხედვით, რომელთა ინტერპრეტაცია რთულია, თავდაპირველად ჯერ დიდი ღმერთები, ხოლო შემდეგ პლანეტარული ტრიადა გაჩნდა. არსებობს გრძელი ნუსხა სხვადასხვა ღვთაებისა, რომელთა შესახებ ხშირად სახელისმეტი არაფერი არ არის ცნობილი. უკვე ისტორიის გარიჟ-რაჟისთვის შუმერული რელიგია უძველესად გამოიყურებოდა. ლაკუნების მიუხედავად, მაინც გასაგებია, რომ ზოგიერთი რელიგიური ტრადიცია უკვე ამ დროისთვის კარგავდა თავის თავდაპირველ მნიშვნელობას. აღნიშნული პროცესის მიკვლევა თვითონ დიდი ღმერთების ტრიადაშიც არის შესაძლებელი, რომელთა სახელებია ან, ენლილი და ენკი. სახელიდან გამომდინარე, ან უდრის ცას, პირველი ღმერთი ცის იყო. წესით ცის ღვთაება ანი უნდა ყოფილიყო უზენაესი მთავარი ღვთაება პანთეონში, თუმცა ის უკვე დეუს ოტიოსუს ან უქმნი ღმერთის სინდრომს ავლენს. უფრო აქტიური და უფრო აქტუალური ჰაერის ღმერთი ენლილია, რომელსაც ასევე დიდ მთას ეძახიან და ენკი მიწის მეუფე, დამფუძნებელი ღმერთი, რომელთაც ზოგჯერ შეცდომით წყლის ღმერთად მიიჩნევენ, რადგან შუმერული წინაწარმოდგენებით მიწა ოკეანეს ეჭირა. ჯერჯერობით არც ერთი შუმერული კოსმოგონიური ხასიათის ტექსტი არ არის აღმოჩენილი, თუმცა შესაქმნის მნიშვნელოვანი მომენტების რეკონსტრუქცია მაინც არის შესაძლებელი. ქალწება ნამუ პირველ დედას აღნიშნავდა და ითვლებოდა ცისა და მიწის და ყველა ღმერთის მშობლად. თავდაპირველი წყლების თემა, რომელიც წარმოიდგინება ერთდროულად როგორც კოსმიური და ღვთაებრივი მთლიანობა, დამახასიათებელია არქაული კოსმოლოგიებისთვის. ამ შემთხვევაში წყლის სტიქია პირველ დედასთან იდიდება, რომელიც პართენოგენეზის მეშვეობით შობს არს და პირველ წყვილს. ცას უფრო სწორედ ანს და მიწას ქის, რომლებიც განასახიერებდნენ მამრულ და მდედრულ საწყისებს. ეს პირველი წყვილი ერთმანეთთან დაკავშირებულია იეროგამიულად, ანუ წმინდა ქორწინებით. მათ კავშირიდან იშვება ენლილი, ჰაერის ღმერთი. მეორე ფრაგმენტიდან ვგებულობთ, რომ ამ უკანასკნელმა დააშორა საკუთარი მშობლები, რის შედეგადაც ღმერთი ანი ცალ-დამახვდა, ხოლო ენლილმა საკუთარი დედა თან წაიყვანა.
დედამიწისა და ცის განწვალების კოსმოგონიური თემა ასევე ფართოდ არის გავრცელებული და მისი აღმოჩენა შესაძლებელია მრავალი კულტურის სხვადასხვა დონეზე, მაგრამ ფიქრობენ, რომ მისი ახლო აღმოსავლური და ხმელთაშუაზღვისპირული ვარიაციები საბოლოო ჯამში შუმერულ ტრადიციასთან მიდის. ზოგიერთ ტექსტში დასაწყისის, დასაბამის, სრულქმნილება და სილამაზე აღიწერება უძველესი დღეები, როდესაც ყოველი საგანი სრულქმნილი იყო შექმნილი და ასე შემდეგ ჭეშმარიტ სამოთხესთან ტილმუნთან ასოცირდება, ანუ ქვეყანასთან, სადაც არც ავადმყოფობა და არც სიკვდილია, იქ ლომი არ კლავს, მგელი კრავს არ იტაცებს, არც ერთი ადამიანი არ ამოვსდე თვალები მწირა, არც ერთი ღამის გუშაგი არ არის საგუშაგოზე. ამასთან ერთად აღსანიშნავია, რომ ეს სრულქმნილება არცებითად სტაგნაციური ბუნების იყო. საქმე კი იმაში იყო, რომ ღვთაება ენქის ტილმუნის მეუღლეს საკუთარი ქალწული მეუღლის გვერდზე ეძინა. როდესაც ენქიმ გაიღვიძა, იგი შეუღდა ქალღთაება ნინგირსულთან, შემდეგ თავის ქალიშვილთან და ამის შემდეგ თავის შვილიშვილთან, რათა მთელი თეოგონია აღნიშნულ სამოხისებურ ფარგლებში დაესრულებინა, მაგრამ უმნიშვნელო შემთხვევა მიზეზი გახდა პირველი ღვთაებრივი დრამისა. ნაცვლად იმისა, რომ ახლად შექმნილი რამოდენიმე მცენარისთვის განისაზღვრა მათი ბედი, არსებობა და ფუნქცია, ღმერთი მათ შეჭამს. ამ უგუნურმა საქმიანობმა ნინგირსუ აღაშფოთა და გამოაცხადა, რომ მეც აღარ შეხედავდა სიცოცხლის მზერით ენქის და შესაბამისად ის მოკდებოდა. მართლაც ღმერთს სხვადასხვაგვარი დაავადება შეეყარა და თანდათან დასუსტა, რაც მისი სწრაფი აღსასრულის მომასწავლებელი იყო. მას საბოლოოდ მაინც ნინგირსუ უშველის, თეოგონიით დაგვირგვინებული სამოთხის თემა სრულდება გაუგებრობის დრამით და შემოქმედი ღმერთის დასჯით, რომელიც თანდათან სუსტდება და უნდა მოკდეს. თვალსაჩინოა, რომ დრამა შესახვის პრინციპის საპირისპირო გაუგებრობაზე იგება, რადგან ენქი იმ პრინციპის საწინააღმდეგოდ იქცევა, რომელსაც თვითონ განასახიერებს. აღნიშნულ შეცდომა შეიძლება მისი საკუთარი შესახვის სტრუქტურის დაარღვევა მოჰყოლოდა.